ფსიქოზე რეგისტრირებისას ადამიანი არაადეკვატურია. ის იმდენად ჩაფლულია თავის ფსიქიკურ განცდებში, აქ უკვე სხვა რეგისტრის ფსიქიკური აშლობები, აი ჰალუცინაციები მაგალითად, ბოდვა, ცნობიერების შეცვლა, როდესაც ისე რომ ვთქვათ, უფრო გასაგებად, რომ ადამიანისთვის გარე სამყარო სხვანაირია, განსხვავდება იმისგან, რაც რეალურად არის, ამიტომ მისი ბრჭყალებში ავიღოთ ეს სიტყვა ადაპტაცია ამ გარემოსთან არაადეკვატურია სხვებისთვის. თქვათ, ის ესაუბრება ვიღაცას, რომელიც არ არსებობს, ის აგრესიას იჩენს ვიღაცის მიმართ, რადგან მიაჩნია, რომ ის რაღაცა ცუდს უკეთებს, ხო? რეალობაში ეს არ არის. ამიტომ ტერმინი ნევროზიც და ტერმინი ფსიქოზი ეხლა გამოიყენება როგორც რეგისტრი. რიგ შემთხვევაში ნევროზის რეგისტრით დაავადებული ადამიანი ну თუ ეს არ არის ისეთი მძიმე მდგომარეობა, შეიძლება დარჩეს ფსიქიატრიული დახმარების გარეშე. ვთქვათ, ამიტომ არის ასეთი ისე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და ფსიქიატრების მიერ საერთოდ მოცემული რეკომენდაცია, რომ ვთქვათ, აი თუნდაც დეპრესია რო ავიღოთ, ხო? დეპრესიის არის სხვადასხვა რეგისტრები, ხო, აქედან გამომდინარე. უნდა დავიწყოთ ჯერ ფსიქოთერაპიით. თუ ჩვენ შევძელით ფსიქოთერაპიის საშუალებით მოვაგვაროთ ეს სიტუაცია, ძალიან კარგი. თუ არა, მაშინ უნდა ჩავთვალოთ უკვე ფსიქიატრი, რომლის ფუნქცია არის უკვე მკურნალობა.